თავი მეშვიდე. ვინაიდან ეს მელქისედეკი, სალიმის მეფე, უზენაესი ღვთის მღვდელი, შეეგება ა ブラ ამს, მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს დააკურთხა იგი, რომელსაც ა ブラ ამმა მეათედი უწილადა ყველაფრისაგან. პირველად მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფეს, შემდეგ სალიმის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს. უმამო, უდედო, უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად რჩება მღვდლად სამუდამოდ. შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა ა ブラ ამმა უწილადა მეათედი ნადავლიდან. მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნება დააქვთ მეათედის აღება ხალხისაგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც ა ブラ ამის საზარდულიდან გამოვიდნენ. მან კი, ვინც მათი გვარიდან არ არის, მიიღო მეათედი ა ブラ ამისაგან და აკურთხა აღთქმის მქონე. ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება. აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები. იქ კი, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია. და ასე ვთქვათ, თვით ლევიმ, რომელიც მეათედს ღებულობს, ა ブラ ამის საშუალებით გაიღო მეათედი. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როდესაც მელქისედეკი შეეგება. ხოდა სრულყოფა, რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს, ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული, მას რაღაც საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით და სახელდება არა აარონის წესით, რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც. ვინაიდან ის, ვის ზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს. ვინაიდან ცხადია, რომ ჩვენი უფალი აღმოფწყინდა იუდასაგან, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უნთქვავს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არაა მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით. ვინაიდან დამოწმებულია, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით. ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უსუსურობისა და უსარგებლობის გამო. ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც უახლოვდებით ღმერთს. და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე. ეს კი ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას, დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით. ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა. მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში. მას კი უკუნისამდე დარჩენით გარდუვალი მღვდლობა აქვს. ამიტომაც ძალუც სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ. ასეთი მღვდელმთავარი შევფერის ჩვენ, წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული, რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის, ვინაიდან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა. ვინაიდან რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდგომ დააყენა ძე უკუნისამდე სრულქმნილი.